ბოლო პერიოდში ვირუსულად გავრცელდა ეშტონ ჰოლის დის ეს რუტინა, რასაც თავისთავად უამრავი გაშარჟებული ვერსია მოჰყვა. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია სახის ყინულიან წყალში ჩარგვამ და რა ახან ბევრმა ადამიანმა მკითხა, გადაწყვიტა ამეხსნა, რატომ რგავენ ადამიანების სახეს გაყინულ წყალში. ცივ წყალში სახის მოხედვა ააქტიურებს ეგრეთ წოდებულ ყვინთვის რეფლექსს. ეს რეფლექსი ძუძუმწოვრებს ევოლუციურად განუვითარდა და ის ეხმარება ორგანიზმს ჟანგბადის ეკონომიურად განმოყენებაში. ყვინთვის რეფლექსის გააქტიურება ხდება სახის წინა ნაწილის წყალში მოხვედრით. ამ დროს ზემოქმედება ხდება სამწვრა ნერვზე, რომელიც ტვინს გადაცემს ნერვულ სიგნალებს და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სულ რამდენიმე წამით საკმარისია იმისთვის, რომ ტვინს რუგანგაში მიეწოდოს, რომელსაც ინსტინქტურად გონია, რომ ჩვენ მთელი სხეულით წყალში ვეშვებით. ამ დროს ნელდება გულის ცემა, ჟანგბადი და სისხლით მარაგდება გული და ტვინი. უმჯობესდება ფოკუსი, კონცენტრაცია, გეხსნება შფოთვები და შესაბამისად სტრესულ სიტუაციებშიც ადამიანები გაცილებით რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს პროცესი ძალიან სასარგებლოა და შენ შეგიძლია ნებისმიერ სტრესულ სიტუაციაში გამოიყენო. თუმცა, მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ადამიანები ესეთი მკაცრად გაწერილი არარეალური რუტინით უნდა ცხოვრობდნენ. ეს კიდევ ეშტონ ჰოლის დის რუტინის ჩემი საყვარელი გაშარჟებული ვერსიაა. თუ ეს ვიდეო მოგეწონა, გააზიარე, მოიწონე და ჩემი გვერდის გამოწერა არ დაგავიწყდეს.